გრანდიოზული ფასდაკლება ინტერკონტინენტალში. მხოლოდ სტუდენტებისთვის. მხოლოდ 22 ივლისის რეისზე. ტუროპერატორი ინტერკონტინენტალი. ხმაური იყო გუშინ ღამით ვაკის პარკში კლუბური მუსიკის მოყვარულებს ფესტივალმა DJ Fest თბილისი 2011-მა მოუყარა თავი და ღია ცის ქვეშ ცეკვა დილამდე არ შეწყვეტილა. DJ Fest-ი გუშინ საღამოს 10 საათზე ბუკა ჯაფარიძემ და ნინი კვირჭიბიშვილმა გახსნეს. ქართველების შემდეგი სცენა უცხოელმა DJ-ებმა ჯაკობ მურმა და ნეუტრონმა დაიკავეს. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის კარგია ქვეყანაში არსებობდეს მრავალფეროვანი და განსხვავებული მუსიკის ფესტივალი, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები მოიყრიან თავს, მოусმენენ მუსიკას, იცეკვებენ და ისაუბრებენ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ძალიან კარგია, რომ ტარდება და ეგეთი ღონისძიებების ხათაშორა საჭიროა ამ ქალაქისთვის. იმიტომ რომ ახალგაზრდობა ცოტა მეტად უნდა გაერთოს. და რა ვიცი, კი, ძველი მუსიკაც კარგია, ახალი მუსიკაც მე მგონი ცუდი არ არის. შესაბამისად კარგია, ასე რომ ვთქვა. DJ Fest თბილისი წელს პირველად ტარდება, თუმცა ორგანიზატორები მის ყოველწლიურად გამართვას გეგმავენ. წლევანდელ ფესტივალში 15 უცხოელი და 13 ქართველი DJ მონაწილეობს. ორგანიზატორების თქმით, DJ Fest კლუბური მუსიკის ქართულ ფესტივალებს შორის ყველაზე მასშტაბურია და ის ქართულ ახალგაზრდებში ჯანსაღი გართობის პოპულარიზაციას ემსახურება. დღეს ჩვენს სტუმრებს ელოდებიან, ანუ ფესტივალს გახსნიან ნინი კვირჭიშვილი, ვოკალისტი და ბუკა ჯაფარიძე, DJ. ეს არის პირველი დუეტი მაგათი, ანუ შედგება რაღაც ხრივ. მოკლედ მერე დაუკრავს ნეუტრონი ჰამბურგიდან, ლაის და მერე დაუკრავს ჯაკობ მური. ეგ არის საიდან არის? ჯაკობ მური საიდან არის? დრეზდენ. ხო, ჯაკობ მური არის დრეზდენიდან, კი. ეს არის პირველი ესეთი მასშტაბის საქართველოში ესეთი მასშტაბის ფესტივალი, რომელიც გაგრძელდება 3 დღე ნონ-სტოპ რეჟიმში. დაუკრავენ 15 უცხოელი და 13 ქართველი DJ-ები. და არის უფრო ფართო მასებისთვის განკუთვნილი, არა ელექტრონული მუსიკის მოყვარული ვიწრო წრისთვის, არამედ ფართო მასებისთვის, იმიტომ რომ ყველა შეუძლია მოსვლა და მოსმენა და ძალიან კარგი ფესტივალია ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციისთვის საქართველოში. DJ Fest თბილისი 2011 სხვადასხვა კერძო კომპანიებისა და მათ შორის კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ტარდება. ასეთი სახის ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, ძალიან მიხარია, რომ ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია ხდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ინტერნეტ სივრცეში ჩვენ ამ ფესტივალის მხარდამჭერები ვართ, ინტერნეტ ტელეკომპანია ITV და ინტერნეტ პორტალი პრესაჩი. ძალიან გაიგონდი, აი რომ არ არის ცუდი, მაინც თბილისი აკავო დაავიწყდა როგორც
არაფერი არ მომხდარა ისეთი უბრალოდ 27-ში იყო 33-ში რაღაც კაი ივენთი, მაგრამ ამან გაასწორა მაინც ღიაჭის ქვეშ არის და უბრალოდ გრილა და რაღაცა კარგად ასწორებს, კარგად ვისწორებს და ვცეკვავს რა. მე როკ-ენ-როლზე ვარ აღზრდილი, ეს თანამედროვე მუსიკა, მაგრამ არ მომწონს რომ ძალიან ძნელად იქოქება სიტუაცია, ხალხი არ ცეკვავს. ალბათ რო უნდა მეტი, ჯერ ხურდებიათ. აი ხალხი და კაი სიმღერები არის რა და ხალხი თუ არის უნდა იცეკვე რა ნაკითხი. DJ Fest თბილისი 2011 წლის 1 აგვისტომდე გაგრძელდება და ვაკის პარკში კლუბური მუსიკის მოყვარულებს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში უმასპინძლებს. გრანდიოზული ფასდაკლება ინტერკონტინენტალში. მხოლოდ სტუდენტებისთვის. მხოლოდ 22 ივლისის რეისზე. ტუროპერატორი ინტერკონტინენტალი.